სახელითა მამისად და აწისად და სულისაწმინდისად ჩვენი სარწმუნოება უძვირფასესი რწმენა განკაცებული ღმერთისა რწმენა უჩვეულო რწმენა ჩვენი გონებისათვის წარმოუდგენელი რწმენა საიდუმლოებრივი სიხარულის მარადიული სიცოცხლის მოუკლებელი ბედნიერების მომტანი ჩვენი ადამიანური ერთობის მარადის ყოფილი და საუკუნო დამცველი სიკვდილის განმაქარვებელი არ ვიცი როგორ შეიძლება შეამკო ჩვენი სარწმუნოება რომელიც დაუმსახურებლად გვეძლება ჩვენ ისე როგორც მიწას ხდება თესლი გადაყრილი როგორც თესვარის იგავში ხედავთ გახსოვთ ხო როგორ თესავს თესვარი თესლს მაგრამ იმის დამიხედვით მე როგორი მიწა ხდება შესაბამის ნაყოფს იღებს და რა შემთხვევაში გამოაქვს კეთილი ნაყოფი გადაგდებულ თესლს თესვარის მიერ რამე თუ იქ თესლი არის ღვთის სიტყვის იგავური სახე რა შემთხვევაში გამოაქვს ღვთის სიტყვას ქვეყანაზე დაცემულ ღვთის სიტყვას და რომელი ქვეყანა ჩვენი გულია კეთილი ნაყოფი მაშინ როდესაც ის ფესვებს იდგავს რამდენად გადგმული აქვს ჩვენს არსებაში ჩვენს ავერწმენას რომელიც ღვთისაგან დაუმსახურებლად მოგვეცა რამდენად გადგმული აქვს ფესვი რამდენად სიღრმისეულია ჩვენი სარწმუნოება რამდენად შინაგანად განიცდება ჩვენს მიერ რამდენად გახდა იგი ჩვენი არსების შემადგენელი ნაწილი ჩვენი ონტოლოგია გნებავთ ესე თქვა ანუ რამდენად ვართ ჩვენ ნამდვილად ქრისტიანები და არა უბრალოდ გარეგნულად რელიგიურები შეფუთული ლამაზი ულამაზესი უმშვენიერესი მართლმადიდებლური დოქტრინით რომელსაც შიგნით შეიძლება არაფერი გქონდეს თუ ჩვენ გასახანს არ მივცემთ ღვთის სიტყვას რომ მან ჩვენში ფესვი გაიდგას ღვთისმეტყველება არის დიდებული აი წარმოუდგენლად დიდებული უბრალოდ აი მაგალითად როდესაც ვითარდებოდა კლასიკური ფილოსოფია და თქვათ რაღაცებს თვალს გადაავლებ წაიკითხავე გეღიმება გეცინება გული გიკვდება გეტირება რას ეძებენ და ყველაფერი კი არა ისეთი დიდებულებაა ნათქვამი რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა რომ ის გაიგო ის დაინახო ის გაისიგძეგანო შეიმეცნო შეიწოვო შენათ აქციო ის როგორ ანათებს წინვალება არის საოცრება ეს გავს აი არ ვიცი მზერო ანათებს და ადამიანს უნდა რომ რაღაცა თავისი ხელნაკეთი ფანდრით რაღაცა გაანათოს კიდე გესმით რაღაცა სასაცილო მაგრამ ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ერისშვილები ვართ ჩვენს ეკლესიაში რომელიც არის ჭეშმარიტი ეკლესია ქრისტეს დაარსებული ხოლო მთელი სისავსით გიეს ქრისტიანული მისტიკა ანუ საიდუმლოება ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის აი საიდუმლოება მთელი სისავსით სრული სპექტრით არის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამიტომაც ჩვენ თუ არ გვექნა შინაგანი ცხოვრება და გარეგანით დაკმაყოფილდებით ჩვენთვის ეს არ იქნება სახარბიელო, ვისაც მეტი მიეცახო, მეტი მოეთხოვება, უფალი როგორ ამბობს და მეტად იგვემებაო, ვინც მეტი ისისო და ესე შეიძლება დაგვემართოს, იმიტომ რომ ყველაფერი ანათებს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ყველაფერი ანათებს. მიუხედავად ჩემი პირადად როგორც სასულიერო პირის უღირსობისა მაინც ანათებს ყველაფერი. აი ეს არის განსაცვიფრებელი საიდუმლოება ეკლესიისა, რომ ჩემი უღირსება მას ვერ აბნელებს თუ ადამიანი ჭეშმარიტად ეძებს იმას, რაც ირწმუნა, თუ ადამიანი ეძებს ჭეშმარიტად იმას, ვინც მის გულს შეეხო და დაანახა საკუთარი თავი, ანუ განკაცებულ ღმერთს. აი ეს არის და ამიტომაც ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ ჩავუტაროთ რევიზია საკუთარ თავს და რა გვწამს, რამდენად სიღრმისეულია ჩვენი რწმენა, თორე ჩვენ ძალიან ხშირად ფარისევლები ვართ, რომ გარეგნულად ყველაფერს ვითავისებთ, უნარჩვევებს ვიძენთ ეკლესიური რელიგიური ცხოვრებისა, მაგრამ შინაგანად ისევ იგივე რჩებით, რაც ვიყავით. ამიტომაც
ჯერ ერთი ჩვენ თავსაც ვიღუპავთ და მე ვარცხვენთ სახელს ქრისტიანისა, ვარცხვენთ მართლმადიდებელ ეკლესიას იმათ თვალში, რომლებიც ეკლესიის გარეთ არიან ჯერ და შესაძლებელი იყო მათი მოქცევა და მათი მოტრიალება, მაგრამ მათ ვერ დაინახეს ნათელი, რომელიც ჩვენში ისე უნდა ბრწყინავდეს, რომელსაც სხვა გზა არ ქონეთ თუ არა ისა, რომ ის ნათელი დაენახათ. ეს მდგომარეობა, როცა გარეგანი გააქვს და შინაგანი არა გაქვს. ეხლა ეს ჩვენ ყველამ ვიცით, აი მოვდივართ და გარეგანს რას ვაკეთებთ? აი მოვდივართ ვეზიარებით. ეს არის უფლის უკანასკნელი ანდერძი შეიძლება ასე ითქვას, ეს არის უფლის უმნიშვნელოვანესი მცნება, ზიარება, რომლის გარეშეც ქრისტიანული ცხოვრება არ არსებობს, ჩვენ ამას აღვასრულებთ და ჩვენ ხო ვიცით საკუთარი გამოცდილებით, რა თუნდა ამას ბევრი ფილოსოფია. გავდივართ გარეთ და ისეთები ვართ. არა და უფალია ამბობს, რომ ვინ შეჭამს ჩემს ხორცსა და სილს, მე მასში ვარ, ის ჩემშია და მასში ასეთ ადამიანში მარადიული სიცოცხლე იწყება და ჩვენში იწყება, დაწყებულია, რა ვიცით? მე არ ვამბობ, რომ არ არის დაწყებული. მე კითხვას ვსვავ, დაწყებულია? აი ჩემში, მე ჩემ თავს ვეკითხები. თეოდორე, შენში დაწყებულია მარადიული სიცოცხლე? შენ განიცდი ღმერთ შენში, რომელმაც თქვა, რომ თუ შეჭამ ჩემს ხორცსა და სილს, მე შენში შემოვდივარ. განიცდი თუ არ განიცდი? როგორ სამყარო შემოქმედი შენში შემოდის და ვერ განიცდი? გესმით? როგორც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ფეხბძიმე ქალი განიცდის საკუთარ თავში სხვა სიცოცხლეს და შენ ღმერთს ვერ განიცდი შენში. და თუ ვერ განიცდი, ესე იგი თავიდან მოსაქცევი ხარ, თავიდან გჭირდება კატეხიზაცია. გესმით? როგორ მკაცრად ბჯოლობს ეს დიდებული მამა და ჩვენ თუ საკუთარ თავს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არც თუ მთლად სახარბიელო მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ დიახაც ჩვენი გარეგანი მდგომარეობა, ჩვენი ღვთისმეტყველება, ჩვენი ცოდნა, მე უკეთეს შემთხვევაში ვამბობ, თორე არიან ადამიანები, რომლებიც სახარებასაც არ კითხულობენ. ეგ ცალკე თემაა. მაგრამ მე გულისხმობ, აი როცა ჩვენ სახარებასაც ვკითხულობთ, წმინდა მამებსაც ვკითხულობთ, ვცდილობთ, რომ ზნეობრივი ნორმები, ჩვენი ემოციები, ვნებები მოთვინიერებული ქონდეს მეტნაკლებად, გესმით? მოვდივართ ვეზიარებით, მაგრამ ვატყობთ, რომ არ არის ისე ადვილად საქმე, როგორც თითქოს ერთი შეხედვით მეგონა და ჩანდა, იმიტომ რომ ჩემში რეალური კარდინალური ცვლილებები ვერ ხდება. აი ეს მდგომარეობა უკეთეს შემთხვევაში ვამბობ. როცა ადამიანი გარეგნულად თითქოს მოწესრიგებულია. აი ეს მდგომარეობა არის ფარისევლობა. ფარისევლები ძალიან კარგები იყვნენ, ეს ჯულის აღსრულებლები, ზნეობრივები, სამშობლოს მოყვარულები, მაგრამ ქრისტე ხო ვერ შეიცნეს. და ესე ვართ ჩვენც ყველაფერს ვასრულებთ და ქრისტეს ჩვენში შემოსულს ვერ ვცნობთ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ჩემი გული, ანუ ჩემი მისტიკური სიღრმე, გული, ანატომიური გული კი არა, ჩემი მისტიკური სიღრმე, რომელსაც გრიგო პალა მოუწოდებს გული და იმის კიდევ უფრო იქით სიღრმე. ხო, ჩემი მისტიკური სიღრმე, ანუ ჩემი გული ვერ განიცდის, უпроსტოდ ჩემ მისტიკურ გულს არ აქვს უნარი ღმერთთან ურთიერთობისა. რას ნიშნავს ეს? ეს ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს. მინდა გითხრათ, რომ რადგან ჩვენი მისტიკური სიღრმე, ანუ ჩვენი გული, ჩვენი არსების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რადგან ჩვენ ვართ ფაქტობრივად ის, რასაც წარმოადგენს ჩვენი გული და გული რადგან ქრისტესთან ურთიერთობას ვერ ამყარებს, მაშინ გამოდის, რომ მე გარეგნულად ვარ ქრისტიანი, სიტყვით, ემოციით, ცხოვრების წესით, საქმით, მაგრამ ჩემი უმნიშვნელოვანესი არსობრივი ნაწილით არა ვარ და ამას სხვა არაფერი ქვია თუ არა ორგულობა. გესმით რა შეასაქმე? ამიტომ ჩვენ მთელი არსებით უნდა ვებრძოდეთ ჩვენში ორგულობას. და ეს ორგულობა, რამე ისე კი არ არის თქვა სადღაც შემონახული თაროზე დევს ორგულობა და ნუ ორგული ვარ და არავინ მეც არ ვიცი, არა თუ სხვა არის ეს მეც არ ვიცი და ნუ რაღაცა დიდი ამბავი რა მოხდა. არ არის ასე მარტივად საქმე. ორგულობა, ანუ რელიგიური ფანატიზმი, რელიგიური ფარისევლობა, გონების ინტელექტუალური მხოლოდ წიგნობრობა, რომელსაც ღმერთთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება არ აქვს და ეს ყველაფერი ქრისტეს ცნობელობის შეუძლებლობას ქმნის ადამიანში, აი მდგომარეობას ქმნის, ესეთი ადამიანი თავის თავს ავლენს როგორც სიყვარულის არ მქონე და ეგოისტი. აუცილებლად ასეთ ადამიანს შეუძლებელია უყვარდეს ადამიანი, ასეთ ადამიანს შეუძლებელია უყვარდეს ქრისტე, ესეთი ადამიანი შეუძლებელია რო არ იყოს ეგოისტი, შურიანი და ასე შემდეგ, უბრალოდ ანგარებიანი და მრისხანე და ასე შემდეგ, უბრალოდ ადამიანური კულტურით, ადამიანური ცივილიზაციით, გნებავთ რელიგიური ცხოვრების წესით, ეს ყველაფერი იფუთება, ინიღბება და ვიდრე ჩვენს გარდაცვალებამდე არ გაიშიფრება ჩვენთვისვე, მოდი ასე ვთქვათ, ხოლო რო გარდავიცვლებით, მე უკვე გვიანი იქნება გამოსწორება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი თავი მანამდე გავშიფროთ,
მანამდე დავინახოთ, მანამდე გამოვაფხიზლოთ, მანამდე შემოუძახოთ, მანამდე ვაწვალოთ, მოდი ესე ვთქვათ, შევაჯანჯღაროთ. ეს არის ღვაწლი ზუსტად. აბა რატო იღწვის ადამიანი? რატო იღწვის მაგალითად რომელიღაცა მონასტერში მამა ან მეუდაბნოე მამა? რატო იღწვის? რას აშავებს ახლა ის? თავისთვის არის ღვაწლი, რაში ჭირდება? იმაში ჭირდება, რომ როგორი განდეგილის არ უნდა იყო და როგორი უწყინარის კი არ უნდა იყო, შენ დაცემულ ბუნებას ვერაფერს ვერ უზავ. ის არსად არ მიდის, ის არის შენთან და ყველაზე მთავარი მტერი. ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის საქმეში ყველაზე მთავარი მტერი სწორედ ჩვენი დაცემული ბუნებაა და არა გარემო, არა სიტუაცია, არა 21 საუკუნე, არც ეშმაკი, მხოლოდ საკუთარი თავი. და ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი აქცენტი კეთდება ხოლმე სწორედ აი ფარისევლებისა და მწიგნობრებისა და ქრისტეს ურთიერთობებზე უფლის განგებულებით ეს მათი შეხვედრები და დიალოგები ძალიან ბევრი აღიბეჭდა იმისათვის, რომ ჩვენთვის ეს სამაგალითოა, რომ ფარისევლობა ეს არის მდგომარეობა, რომელიც ყველა ადამიანს ჭირს. ეს არის ტექნიკური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობას, როცა მისი შინაგანი და გარეგანი ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, გარეგნულად ის რელიგიურია, ქრისტიანია, ზნეობრივია, მოწესრიგებულია, კეთილშობილია, თავდაბალია, თქვათ, ქველმოქმედია, მოსიყვარულია, მაგრამ შიგნით ამის ნასახი მასში არ არის, ყველაფერი არის ეს გარეგანული მოჩვენებითი ნიღაბია და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ზუსტად ფარისევლობა. აი ვკითხულობთ მარკოს სახარებაში დღეს, რომ კითხეს ფარისევლთა მათ და მწიგნობართა ქრისტის მოწაფენი შენი არა ვლენან მოძღვრებასა ხუცესთასა და აი ეს ფარისევლური სული აი მას აკეთებს. უკირკიტებს რაღაცა, რასაც დაინახავს გარეგნულს. აი ეს კირკიტი, იმიტომ რომ ის შინაგანს ვერ ხედავს, მას არც კი იცის რომ ეს არსებობს, გესმით? ამიტომ სულ რაღაცა გარეგანს ეძებს, სულ დამნაშავეს ეძებს, სულ სხვის შეცდომებს ეძებს, ხო? ეს სამწუხარო პრობლემა არის, ხო? ყველას გვჭირს ეს. და აი უფალი პირდაპირ დიაგნოზს უსვავს. იესო მიუგო და რქვა მათ, რამე თუ კეთილად თქვა ისაია წინასწარმა, მეტყველმა თქვენ ორგულთათვის. ესაია ხო ამხელდა წინასწარმა ტყველთა ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ის იყო, რომ ისინი ამხელდნენ უსჯულოებაში ადამიანებს და ღვთის სიტყვას ატარებდნენ ამ კუთხით და ესე იყო. ზუსტად ამ დიაგნოზს უსვავს. ორგულთათვის გარეგნულად რომ კარგები არიან და შინაგანად კი სხვა ცხოვრება აქვს. ვითარცა წერილარს, ვითარბეთ ერი ესე ბაგითა პატივს მცემს მე, ხოლო გულნი მათნი განშორებულ არიან ჩემგან. პატივისცემაში ლოცვითი ღვაწლიც იგულისხმება. ჩვენ ლოცვით პატივს მივაგებთ ღმერთს, ჩვენი კეთილსიტყვაობით, ჩვენი ღვთისმსახურებით, ჩვენი ღვთისმეტყველებით და მაგრამ გული განშორებული. სხვათა შორის ძალიან საინტერესო პერიოდია ეხლა. დღეს მაგალითად თუ ადამიანს ცოტათი მაინც უყვარს რელიგიური ცხოვრება, მით უმეტეს თუ ის სასულიერო პირი ან თეოლოგი, ღვთისმეტყველი, რა ვის განათლება. დღეს ისეთი ინფორმაცია, იმდენი ინფორმაცია არსებობს ღვთისმეტყველებაში, მათ შორის ასკეტურ ლიტერატურას გულისხმობ, რომ ადამიანმა ყველაფერი შეიძლება იცოდეს. თავის ნიჭიერების შესაბამისად გადამოცემა მოახერხოს და ძალიან საინტერესოც კი იყოს, თავისთავად ცხადია. ამიტომ სამწუხაროდ დღეს შეიძლება ვნახოთ უამრავი ადამიანი, რომელიც ყველაფერს იტყვის. შეიძლება თქვას სწორად, შეიძლება თქვას გამართულად, შეიძლება თქვას დიდებულად. ეს არის გამხმოვანებელი იმ დიდებული მოძღვრებისა, რასაც ქრისტიანობა, რასაც მართლმადიდებლური მოძღვრება ქვია, მისი გამხმოვანებელი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიწვდომადია. დღეს უამრავი ინფორმაცია და ეს მოძღვრება ძალიან ლამაზია და ძალიან საინტერესოა. ხო არიან ადამიანები ფილოსოფია რო უყვართ მაგალითად და არ არის ფილოსოფოსი თვითონ, არ ცხოვრობს, არ არის კანტის მიმდევარი და ჰეგელის, მაგრამ ზეპირად იცის და ასე შემდეგ, ხო? რაღაც მსგავსი რაღაცა ხდება და ადამიანები ხშირად აი ესე ადამიანები საუბრობს საოცრად საუბრობს, მაგრამ ის ცხოვრება საერთოდ არ არის თანხვედრაში ამასთან. გესმით, ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა. და ამიტომაც არის პატივს მცემს სიტყვითა მათი, ხოლო გული განშორებულ არიან. ამაოდ მსახურებენ მე, დაგიტევები ეს მცნება ღვთისა და გიპყრიას მოძღვრებაი კაცთა. ანუ სინამდვილეში შენი ცხოვრების წესი ისე ცხოვრობ, როგორც გავრცელებულია. ხოლო სიტყვებით კი ბატონო, მაგრამ ეს არის ამაოსახურება. აქ უფალი მიანიშნებს, რომელსაც ასხენ ყურის მენად ისმინენ, იმიტომ რომ ამით რას გვეუბნება, რომ კი გესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ გესმის. კი ხედავ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ხედავ. კი გაიგე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ გაიგე. ამიტომ მეტი სიღრმე მიეცი, შენ გარეგნულად გესმის, მოგწონს, ახთოვანდი კიდევაც, მაგრამ
ეს არ ნიშნავს, რომ გაიგე, რომელსაც ასხენ ყურისმენად ისმინენ, სიღრმისეულად გაიგე, ნამდვილად გაიგე. მე აქ პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში დღეს გვახსენებს ჩვენი პასუხისგებლობა საიდან გამომდინარე არის ეს საშინელი პასუხისგებლობა. ჩვენი გონიერებიდან, ჩვენ გონიერები, მოაზროვნეები ვართ, შესაბამისად ამაზე ბიმბულია თავისუფლება, როგორც წინამამები და იონე დამასკელი გვასწავლის. ანუ გონიერება, თავისუფლება არსებობს ადამიანში, იმიტომ რომ ადამიანი გონიერია. გონიერება და თავისუფლება ეს არის სათნოება, სიკეთე, უნარი, ღირებულება ადამიანში, რომელიც შეიძლება ადამიანმა დაასამაროს და რომელიც შეიძლება ადამიანმა განავითაროს. ეს ორი რამ ერთდროულად ვითარდება. ამიტომ გონიერი ადამიანი მონა საკუთარი ვნებების გონიერიც არ არის. გონიერი ადამიანი, ინტელექტუალური ადამიანი, რომელიც რაღაცა თქვათ წერვალებს წდება მეცნიერებისა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ საკუთარ ეგოიზმს, საკუთარ პატიმოყვარებას ემონება და ამიტომ ქრისტეს შემეცნების უნარი არ აქვს, ესეთი ადამიანი გონიერი არ არის. დღევანდელი ტერმინი რო ვიხმაროთ, უბრალოდ თავისი ღვთისაგან ბოძებული, განსაცვიფრებელი ღვთისდარი უნარი მოაზროვნეობისა, უბრალოდ ხელოვნურ ინტელექტის მსგავს აპარატად გადააქცია, რომელშიც რაღაცა ცოდნები არის და რაღაცა შესაძლებლობები, რაღაცების გარკვევების, როგორც მგელი ერკვევა მაგალითად გარემოში და ორიენტირებს და არ დაიბნება, არ დაიკარგება ადამიანზე უკეთესად მოახერხებს ამას. აი ადამიანმა ესე დააკნინა თავისი მოაზროვნეობა, ხოლო თავისუფლება დააკნინა იმაში, რომ თავისი ნებელობა ვნებების მსახურად აქცია. ხო და აი გვახსენებს პავლე მოციქული, რომ ძმანო თავისუფლებისათვის ხართ ხმობილნი, რატო გვახსენებს ამას? იმიტომ რომ ჩვენი ორგულობის, ჩვენი ფარისევლობის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ამ ორ საოცარ ღირებულებას, მოაზროვნეობას და თავისუფლებას სწორად არ ვიყენებთ. პროფანირებას ვახდენთ, რაღაცა უგულებელს ყოფთ და შესაბამის ნაყოფს ვერ ვიღებ და ვრჩებით აი ამ ჩვენი ვნებების მსახურებად. გვახსენებს ამას ზუსტად, რომ მიზეზი ჩვენი ფარისევლობისა და ორგულობისა, ჩვენი თავისუფლების და მოაზროვნების არასწორად გამოყენება, ყურადღებას არ ვაქცევთ. და ერთ-ერთი მიზეზი რა არის ამისი? და იქვე გვეუბნება, თავისუფლებისათვის კი ხართ ხმობილი, ანუ მოწოდებული, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას. ანუ ხორციელი განცხრომაში იგულისხმება საკუთარი ეგოს მსახურება ამ შემთხვევაში. როცა შენი აზროვნეობა და თვითუფლებრიობა, ანუ თავისუფლება ხდება მსახური შენი ეგოიზმის. ანუ ყველაფერი დროებითის, რომელიც წარმავალია და შენ სიკვდილთან ერთად დასრულდება აქ დედამიწაზე, ხოლო პასუხისგებლობით წარსდგები ღვთის წინაშე. იმისათვის, რომ გამოვიდე აი ამ ეგოიზმის მდგომარეობიდან და ჩემ თავისუფლებას გასაქანი მივცე და მოაზროვნეობას, რომ მე მათი საშუალებით, ამ ორი სათნოების საშუალებით ღმერთამდე მივიდე, პავლე მოციქული გვეუბნება რა უნდა გავაკეთოთ. არამედ, ანუ საკუთარ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, რადგან მთელ რჯულს ერთი მცნება მოიცავს, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აი აქ ზუსტად რეცეპტია. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ გავთავისუფლდეთ მართლა მოაზროვნეები ვიყოთ, ვებრძოლოთ ჩვენს ეგოიზმს. და ამისათვის ყავს გვერდზე ვინ? მოყვასი. პირველ რიგში ოჯახის წევრი, გესმით? მერე სამრევლო აგერ, მონასტერი, სამშობლო, ნებისმიერი ადამიანი, ეს არის ჩვენი სავარჯიშო, გესმით? გვერდზე მყოფი მოყვასი არის ჩვენი სავარჯიშო. კაი გაგებით ვამბობ ამას, არა დაკნინებით. და თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, მერე ჩვენს მიერ ღვთის სიყვარული აბსოლუტურად გამორიცხულია. გესმით? თუ არ გიყვარს ის, ვისაც ხედავ, ხო, ეს ჩვენს წმინდა წერილი ესეული სიტყვებია, როგორ შეიყვარებ იმას, ვისაც ჯერ ვერ ხედავ. და ვერანაირი რელიგიური ცხოვრება, ვერანაირი ინტელექტუალური და ფილოსოფიური განვითარება, ვერანაირი სასწაულო მოქმედება აი ამ ცნებას ვერ გადაახტება, მოდი ესე ვთქვათ, გახსოვთ პავლე მოციქულის ცნობილი ესე იგი სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ თუ არ აქვს სიყვარული, არაფერს აზრი არ აქვს. აი არაფერს თებს რომ გადაადგილებდე შენი ლოცვებით, შენთვის ეს მაინც დამღუპელი იქნება. და მე კიდევ ერთხელ გვახსენებს პავლე მოციქული პრაქტიკულ მხარეს, სულიერად იარეთ, ანუ სულიერად იცხოვრეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ხორცის ნაჭერი არ ახართ. სულიერად იცხოვრეთ. ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი, რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი ხორცის საპირისპიროდ. ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაც გსურთ. ანუ ჩვენ შიგნით ომი მიდის. ხორცში უფრო იგულისხმება ამასოფლის სულის მსახურება. სულში იგულისხმება ჩვენი ღვთისმსახურება და ეს აქ არის უდაპირისპირება. ეს დაპირისპირება იმდენად ძლიერია, ძმებო და დებო.
რომ პრობლემა ქონდა ვის? ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანს დედამიწაზე ეს იყო პავლე მოციქული. პავლე მოციქულს ქონდა პრობლემა, იმდენად სასტიკია ეს დაპირისპირება ღვთისაკენ სწრაფასა და ამ ქვეყნიურ ცხოვრებას შორის. და იმდენად მძლავრია ეს დაპირისპირება, რომ პავლე მოციქულს ამის რესურსი არ აქვს, რომ ამას აჯობოს და ქრისტეს ღაღადებით მიმართავს და გარდა ამისა, ღმერთმა დაუტოვა მუდმივი ტკივილი, ავადმყოფობა, რომ იმ დიდებული გამოცხადებების მერე ამ პარტავნებაში არ ჩავარდებო. პავლე მოციქული ამბობს, გესმით? ადამიანი რო თხოვს, უფალო განმკურნე, შემეწიე და იმედიც არ დაუტოვა, გამოცხადებით ეუნება, რომ მაშინ არ განკურნავ. გესმით? უძლურებაში უნდა იყო, რომ ჩემი მადლი დაიტიო. რატომ? იმიტომ რომ მასაც ებრძოდა, ისაც ყველა ადამიანს ებრძვის. ხოლო როცა უძლურებაში იმყოფებოდა, ის ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანი და მათ შორის პავლე ხდება, რომ ის რაც არის, ჩემ თავს რაც ხდება, ჩემი დამსახურება არ არის, მე აგერ ავადმყოფობით ვიტანჯები. გესმით? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ ეს ბრძოლა თუ პავლეში ეს ბრძოლა იყო, ჩვენშიც არის. ოღონ პავლე ამას რა თქმა უნდა ხვდებოდა და დიდი მამები და დიდი წმინდანები ამას ხვდებიან და ჩვენ სამწუხაროდ ხშირად ვერ ხვდებით ამ ბრძოლას ჩვენში. და ისე ვარ დამარცხებული, ბეჭებზე გაწვენილი ჩვენი დაცემული ბუნების, ამასოფლის მიდრეკილებების მიერ, რომ ვერც კი ვხვდებით ამას და ყველაზე საშინელება ის არის, რომ ეს ეკლესიაში რო ხდება. ეკლესიის გარეთ ხო ეს თავისთავად ცხადია სუასია. მაგრამ ეკლესიაში როცა ადამიანი მრავალი წელი ეკლესიური ცხოვრების მერე კვლავ მართულია საკუთარი პატივმოყვარეობით, სიამაყით, ეგოიზმით, მრისხანებით, გესმით? როცა კვლავ მართულია ქვენაგრძნობებით, ხშირად ხო ის აუცილებლად და სასიკვდილო ცოდვებითაც კი კვლავ მართული როცა არის. ამაზე მეტი საშინელება რა შეიძლება იყოს? აი რა უნდა მოხდეს? აი ღმერთმა რა უნდა ქნას, რომ გამოფხიზლდე? აი მე ჩემ თავს ვიტყვი, თეოდორე, ახლა რა უნდა ქნას ღმერთმა, რომ შენ გამოფხიზდე? ყველაფერი გააკეთა ღმერთმა, იმისათვის რომ შენ უკვე გამოფხიზლებული იყო და მაინც არ ახარ გამოფხიზლებული. და რა გარჩება ღმერთს? განსაცდელებით ცოტათი შემოგაფხიზლოს და თუ ამანაც არ გიშველა, კვდები ისე, რომ ქრისტესთან ერთობა არ აგაკ, არ იცნობ მას და შენ მის წინაშე პირველად არ გაიხსენი და დიდი საშიშროება გაიგო სიტყვები. მე შენ არ გიცნობ. გესმით, ეს რა საშინელება იქნება. და ჯოჯოხეთი რეალობაა, შემაზრწუნებელი რეალობაა. ნამდვილი ჯოჯოხეთის განცდა, რომ რამდენიმე წამი მოგვივიდეთ, თქვენი ხორციელი ბუნება ამას ვერ გაუძლებს. გული გაგისკდებათ, გესმით? ძეხორციელი ვერ გაუ. აი შმაკი არ ჭირდება ამას. ეშმაკი ეს ვიღაცას გონია ეშმაკია ყველა ეს საშინელი. არა, ჯოჯოხეთია ყველა ეს საშინელი. ეშმაკი კი არა. ეშმაკი რა არის? და ჯოჯოხეთი რა არის? აბა მამაო, ადამიანი იკითხავს. ჯოჯოხეთი არის უღმერთობა და მარადიული მარტოობა, გესმით? გეომეტრიული პროგრესიასავით მზარდი სასოწარკვეთილება, რომელსაც დასასრული არ აქვს. აი ეს არის ჯოჯოხეთი. რა ეშმაკი? ვის ეშმაკი? ეშმაკს თვითონ ეშინია ჯოჯოხეთის არ გახსოვთ როგორ ეუნება ქრისტეს, რომ ჯერო არ დროზე ადრე რატომ მოხვედიო და გეხვედი ოღო ჯოჯოხეთი არა და უფსკულში არ ჩაკმო, რომ აი ღორებში შევალთ, გესმით? ღორებში, ოღონ იქ არა. აი ამ სრულ უღმერთობას ადამიანი თვითონ უმზადებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ ისე დაასრულა თავისი უბადრუკი სიცოცხლე, რომ ვერ მიხვდა რისთვის არის დაბადებული, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მოაზროვნეობა, თავისუფლება, ანუ ის ღვთაებრივი ინსტრუმენტები, მაგრამ მან მათ გამოყენებაზე უარი თქვა და მთელი თავის ცხოვრება საკუთარ ეგოიზმს, საკუთარ ქვენაგრძნობებს ემსახურა. ჩვეულებრივი, როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე, ლუარსაბ თათქარიძე იყო მთელი თავისი ცხოვრება. თუ სულითი არებით, ანუ თუ სულიერად ცხოვრობთ, რჯულის ქვეში აღარ ხართ, თქვენ წნეხი როგორ მოიქცეთ, ამ გზალავი მცნებებიც კი აღარ გჭირდებათ. ანუ თავისუფლებას იღებთ. იმიტომ კი არ ამბობ უარს, თქვათ მრუშობაზე, რომ ესე იგი ღმერთის გეშინია. არამედ იმიტომ, რომ წარმოუდგენელია შენთვის ქრისტეს უღალატო. საერთოდ ეს აღარც კი არსებობს შენში. გესმით? აი აღარ არსებობს ქრისტეა შენში. ქრისტეს თვალებით იყურები. ამიტომ როცა ადამიანი სულიერად ცხოვრობს და მასში ყოვლადწმინდა სამება ღმერთი მკვიდრდება საბოლოო ჯამში და ხდება ღვთის ტაძარი, არანაირი რჯული არ არსებობს.
არანაირი აკრძალვის საჭიროება არ არის. თვითონ არის ადამიანი თავიდან ბოლომდე ზეცაა ადამიანი, გესმით? ადამიანი ხდება ზეცა, იმიტომ რომ მასში ყოლაწმინდა სამებარ გიევს. მისი შინაგანი სამყარო ზეცა აღარ განსხვავდება, როგორც წმინდა ისააკ ასური ამბობს. ამიტომ ასეთი ადამიანისათვის რჯულის ცხოვრება, იქ რაღაცა ეძნელება, არაფერი, ეს სიხარულით გაბწყინვებული ადამიანია ასეთი ადამიანი და ასეთ მდგომარეობაში მიღწევა შეუძლია ნებისმიერ ხორციელს. ეს არის წმინდანობის მდგომარეობა. ხოლო ხორცის საქმეები სულიერი ცხოვრების საწინააღმდეგოდ, რაც ჩვენ ხელს გვიშლის, რომ სულიერად ვიცხოვრო და ნახლა ღვთის ტაძრად გადავიქცეთ, აშკარაო პავლე მოციქული, ხა რატო ამბობს აშკარა? თითქოს ეს აშკარა არ იყოს და თითქოს ვერ ხვდებით რომ ვცოდავ და სინამდვილეში აშკარაა და ჩამოთვლის სიძვა, უწმინდურობა, აღვერახსნილობა და ეს რა არ არის? ეს არის მსოფლიო მდგომარეობა. ქუჩაში რო გახვიდე დაინახავ რომ ადამიანები ზუსტად ასე ცხოვრობენ. სიძვით, უწმინდურობით, აღვერახსნილობით. როგორც დადიან, როგორც მოქმედებენ, როგორც აცვიათ, როგორი ურთიერთობაც აქვს, როგორც უყურებენ ერთმანეთს, მე ეს ორმაგი სტანდარტი რამდენჯერ მithქვავს. კერპსახურება, რა არის კერპსახურება? მათ შორის გასაგებია რომ ვიღაცა ხის კერპი არავის არ დგას სახში, მაგრამ საკუთარ ეგოიზმს ემსახურები, საკუთარ სიამოვნებას ემსახურები და ასე შემდეგ. კერპსახურება არ არის. ჯადოქრობა, ეხა ჩართავდა გამოდიან ეს ცნობილი ჯადოქრები და რომელი ვარსკვლავი როგორ და ჩვეულებრივი სატანიზმია, არც მეტი არც ნაკლები. და ნებისმიერი ადამიანი და მე ეკლესიის წიაღში მომისმენია, აღსარებელი მაზიარებელისგან. მე ვერძი ვარ ან მე ვირთხა ვარ ან რაღაცა. რა მეთქი ვეუბნები. გესმით? ეკლესიის წიაღშიც. ეს არის საკუთარი თავის დამონება და დამორჩილება სამყაროს კანონზომიერებას. გესმის? ღმერთის ადგილი აღარ არის აქ. შენ რომელიც ღვთის ხატი და მსგავსი და გვირგვინი ქმნილების გვირგვინი ემორჩილები მიწიერ რაღაც კანონზომიერებებს და შენ ბედს მასზე ამყარებ. აბა რა არის ეს? გაიხსენეთ რა მოხდა 60-ში შეგარ მოხდა. ღმერთი თუ გინა გახდე ის უნდა მოწყვიტო და შეჭამო და თან მე უნდა დამიჯერო. ეგ არის აჯერება ეშმაკისა და მიწიერი კანონზომიერების საშუალების სრულყოფილება. მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, წვალებლობა განხეთქილება და როლი საქართველოში აბა წვალებლობაა და აბა მეტია. ყველა სოციალურ ფენაში, ყველა საზოგადოების ყველა ნაწილში სამწუხაროდ ეკლესიაშიც კი სულ არის რაღაც განხეთქილებები, მუდამ. სიძულვილი, მკვლელობა, მემთრალეობა, ნარკომანია რა, ღორმუცელობა და სხვა მისთანან. ეს არის თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი. სხვა ადგილას უკაცრავად ამბობს მამათმავლობა, ყველაფერს. და წინასწარ გეტყვითო, პავლე მოციქული ამბობს, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ანუ რა გამოდის? საბოლოო ჯამში ორგულება, მარტო რელიგიურ ფარისევლობაში კი არ ვლინდება, ის ვლინდება რა უსიყვარულობაში ზოგადად ადამიანისა. ადამიანის უსიყვარულო ხდება რა ეგოისტი და საკუთარი თავის სახური. მერე მას ერთი ნაბიჯი აქვს ხორციელ გარყვნილებამდე და იმ ყველაფერამდე რაც აქ ჩამოთვლილი. და მეცას გეტყვით რომ ნებისმიერი ხორციელი გარყვნილებაზე უარესი ადამიანის სიამაყე ამპარტავნებაა, რომელიც მეორე ადამიანს ზემოდან უყურებს. და პავლე მოციქულს აქ გამოაქვს განაჩენი, რომ ასეთები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. რა თქმა უნდა ეს სიტყვები წერი არა იმიტომ რომ ხო, რატომაც არა, იმიტომ წერია რომ შეგვეშინდეს, ვითომ არ მიდოდა მეთქვა. დიახაც უნდა შეგვეშინდეს, რადგან ჩვენ ღმერთის დაკარგვის არ გვეშინია, რადგან ჩვენ ღმერთი არ გვიყვარს, რადგან ჩვენი საკუთარი თავი უფრო ყველაზე მეტად გვიყვარს ამ სამყაროში, ამიტომ დიახაც საჭიროა შეშინება. და ეს შეშინება რამე აბსტრაქცია კი არ არის, ობიექტურ სინამდვილეზეა დაფუძნებული. დიახაც ასეთი ადამიანი თუ ხარ და თუ ვარ მე ასეთი ადამიანი, დავკარგავ ღმერთს და ჩემთვის იწყება ჯოჯოხეთი, აქვე იწყება ჯოჯოხეთი, რომლის რეალიზება სრულად მოხდება ჩემი გარდაცვალების მერე, არავის არ ურჩევთ, არც უკანასკნელ მტერს. ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს. ამიტომ დაგვიფაროს უფალმა ყველაფერი ამისაგან. და მოგვცეს ძალა ღმერთმა, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება იყოს ნამდვილი, რომ შინაგანი, რომ ქრისტეს გული გაუღოთ, უარყოთ ეს ორგულება, ორმაგი სტანდარტით ცხოვრება და რასაც ვამბობთ ლოცვაში, რასაც ვკითხულობთ წმინდა წერილში, რაც გვესმის ლიტურგიის დროს, ვისაც ვეზიარებით, როცა ეხლა ვეზიარებით,
ეს ყველაფერი გახდეს ჩვენი ნამდვილი, ჩვენი არსების ნაწილი. გესმით? ჩვენ გავხდეთ ეს. ჩვენ გავხდეთ ეს. რომ ჩვენ სხვა ცხოვრება აღარ გქონდეს. მაშინ ამ შემთხვევაში ეს ორგულება დაიძლება და ის საშინელება, რაც შეიძლება გონიერ და თავისუფალ არსებას ღვთის უარყოფას დაემართოს, ანუ ჯუჯუხეთი აღარ დაგვემართება, უფალმა დაგვიფაროს ამისგან. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.